საღამო მშვიდობის ყველას. მოგესალმებით. მოვედი ჩემო ძვირფასებო. მოვედი თქვენთან, აბა როგორ ხართ? მოგესალმებით და მოგკითხავთ. ყველას დიდი სიყვარლით. იმედია ყველანი ძალიან კარგად ვართ. მოვედი. აბა როგორ ვართ? ანა მარია საღამო მშვიდობის, დავით საღამო მშვიდობის. მოგესალმებით ყველას. უღრმესი მადლობა ყველას, მეგობრებო, მომიტევეთ, მაპატიეთ. ეს დაგვიანებები, ეს გაცდენები მაპატიეთ. უნდა მაპატიეთ, სხვა გზა არ გვაქვს. უნდა მაპატიეთ, სხვა გზა არ გვაქვს. საღამო მშვიდობის ყველას, ბედნიერი საღამო ყველას. და ეს სულ კარგი ამბების მომსწრე და მომსმენი გამختارიყავით, მეგობრებო. სულ კარგი ამბები გაგვეკოს, კარგი, საუკეთესო ამბები. დღეს სხვათა შორის საინტერესო ამბით მოვედი თქვენთან, საინტერესო გაშლით, ლაივით. დღეს სათაური გვაქვს სასწაული. რა ახალი ამბავი გაიგო მან? თქვენთვის ჩაფიქრებულმა ადამიანმა. რა არის ის ამბავი, რაც გაიგო მან და რა რეაქცია ჰქონდა ამასთან დაკავშირებით? ესეთ იქნება ჩვენი დღევანდელი ლაივის თემა. კი ბატონო. მისი შთაბეჭდილებები, მისი რეაქცია. რას გვეტყვის ჩვენი ლამაზი დასტები ამასთან დაკავშირებით? მე მეჩვენება თუ ვერ ვხედავთ კარგად? თუ როგორაა თუ იცით? მოკლედ, ეხლა ჩემო ძვირფასებო, რაც გვევალება ერთადერთი არის დასყედით, თავისუფლად მოეწყვეთ, არაფერზე არ ინერვიულოთ, ხო, მოდუნდით, ამოუშვით ინფორმაცია. ეს დღეები, რაც მე არ ვიყავი, ეხლა უნდა ამოვქეკო ყველაფერი. თქვენიც, ჩემიც და მისიც. ჩემიც, თქვენიც და მისიც. აჰა, გადავარ და დასტა. გადავარ და დასტა. თქვენ რო იცოდეთ რა არის აქ. თქვენ რო იცოდეთ არა არის აქ. ქეკავთ. ქეკავთ სოციალური ქსელები გადაბურჯგნული გაქვთ რო იტყვიან. მეგობრებო, კონკრეტული ძიება თუ ძებნა გაქვთ. ვინ სად რა როდის როგორ, ხო? ჩემო ძვირფასებო, აკონტროლებთ ყველაზე ყველაფერს. ხო, ზოგი შეშფოთებულია ამ კონტროლით. ვიღაცები რაღაც ისეთ ამბავს გებულობთ, რომ დეპრესიაში გაგდებთ. აღარ მოძებნოთ, მეგობრებო. თუ ესე ხართ და ზოგადად ვერ ითავისებთ იმას, რომ ყოველთვის შეიძლება კარგი ამბავი ვერ გაიგოთ და ცოტა ისეთი დამასევდიანებელი ამბავია, აღარ მოგეკოთ არაფერი. დაანებეთ თავი. ხო. კიდევ თქვენი ენერგიები, მეგობრებო, გავაგრძელებ ეხლა, ხო? თქვენი ენერგიები, ბავშვურები ხართ. თავდაჯერებულები ხართ, ზოგჯერ ძალიან ბავშვური ხართ. აი გინდათ რომ რაღაც ახალი დაიწყოთ, გინდათ რომ რაღაცა ძველი დაასრულოთ, თითქოს რაღაც ახალი დაიბადოს. ძალიან ბევრს ოცნებობთ. აი როგორც ეს ბავშვი ხა დამჯდარია, ზის პარკში და ფიქრობს რაღაცაზე, აი ესე ხართ თქვენც. ხო, ვასპამინანია. წარსულზე ფიქრი. ხო, თუმცა ბევრი თქვენთაგანი შეიძლება უკვე ბალანსშიც იყვეთ. კი. თქვენი ენერგიები. აბატონო, თქვენი ენერგიები.
მიუხედავად იმისა, როგორი დამსხვრეულები ხართ, დანაკუწებულები ხართ, განადგურებულები ხართ, დაშლილები ხართ, აი დაკლულები ხართ. მოდი ესე ვიტყვი ყველანაირად, ხო? ნახეთ ქვემოდან რა კარტია, რა სურათია? მაინც ძალიან დიდი სიყვარული შეგიძლიათ. აი ამ დასკოჩილი, სკოჩი რა შვაში იყო ახლა? ამ სკოჩი რა შვაში იყო, არ ვიცი ხოლმე. ველანდება სკოჩები. ხო, სკოჩს სარგებლობ მხოლოდ ამანათის გასაგზავნად და მელანდება. ხო. ნინა, ჩემო ლამაზოა. ზოგიერთები მასეცაა, კი? კი ბატონო, ნინა. აბატონო. ზოგიერთები მასეც იმყოფება, არ გავიმეორებ ახლა სახელს, რაც დაწერე. ხო. მოკლედ, მეგობრებო, ესე აკინძული გაქვთ გული და ფლეთილი და ნაკუწებული გული, მაგრამ მაინც დიდი სიყვარული შეგიძლიათ. ხო. ნახეთ, არავის არ ეუბნებით. თქვენ არავის არ ეუბნებით იმას, რომ თქვენს გულში დიდი სიყვარული არსებობს. არსებობს სიყვარული, იცით რისი? ნახე, განსხვავებული ადამიანის. ეს ხართ თქვენ და ესა თქვენი სიყვარული, რომელსაც გულით ატარებთ, რომელზეც არავისთან არ საუბრობთ, მეგობრებო. აქ სხვაობას ვხედავ მე, მენტალური, სოციალური, რელიგიური, შეიძლება იყოს განსხვავებული ფერში, კანის ფერით მის ფენი, სუსტი და მსუქანი, მაღალი და დაბალი, აი რაღაც ასეთი. ჩემი ხმა არ ისმის? ვის არ ესმის ჩემი ხმა? მეგობრებო, ჩემი ხმა ისმის? ხო, აი ხო გეუბნებთ და თქვენ ამის შესახებ არავის არაფერს არ ეუბნებით. ნახეთ? დიდი სიყვარული გაქვთ, დიდი სიყვარული შეგიძლიათ. აქ სიყვარულს ვხედავ განსხვავებულს, სხვაობას. შეიძლება იყოს რელიგიური სხვაობაც, ხო? ყველანაირი სხვაობა შეიძლება იყოს. განსხვავებულები ხართ ძალიან, თუმცა ამაზე არავისთან არ საუბრობთ. აი, არ თქვაო, დაჟე თქვენ მეუბნებით რომ არ თქვაო. კიდევ თქვენი ენერგიები. თქვენი ენერგიები მეგობრებო. ხო, აი თქვენი ენერგიები. ძალიან ფიქრობთ ერთ ბედნიერ დღეზე. აი ნახეთ, უდაჩნიძენ. ერთი ბედნიერი დღე. ოცნებობთ ამ ბედნიერ დღეზე. რაღაც ამ დღესთან გინდათ დააკავშიროთ. თითქოს ეს დღე გინდათ რაღაც ერთი დღე გინდათ ბედნიერად გაიღვიძოთ, ან აქციოთ, ან რაღაცა გინდა იყვეთ ამ დღეს სავსე. აი როგორც ეს ეხლა პივის ბაკალია სავსე, თუ ჩაი, თუ ვინ რას სვამთ, არ ვიცი. ხო, გინდათ რომ აი ესე რაღაცა სასიამოვნოდ დაიწყოთ ერთი ბედნიერი დღე. აქ ვხედავთ კიდევ სხირს. ანუ გინდათ რომ ერთ დღეს გაიღვიძოთ და ისეთი გაიღვიძოთ რომ ბედნიერებით სავსეები იყვეთ და აი ასხივებდეთ. იქნებ რომელიმე ესეც იყვეთ. იქნებ იყვეთ მეგობრებო, იმიტომ რომ მე აქ ვხედავ დიდ სიყვარულს და თითქოს ეს სიყვარული ყოველ დილით გავსებთ. შეიძლება ზოგთან ესეც იყოს, არ გამოურიცხავ. თქვენთვის მართალია, მაგრამ მაინც გავსებთ, გაბედნიერებთ. არ ვიცი ხა ვის როგორ, მეგობრებო. ვის როგორ. ხო, კიდევ. თუმცა ეს მიუწვდომელი გონიათ. ამას შეიძლება თქვენ ფიქრობთ, რომ ეს არის მიუწვდომელი შორს, ანუ ამ ბედნიერებიდან შორს ხართ. ხო. მაგრამ იწვით. მზე შორსა, მაგრამ გწვავთ, ხო, მეგობრებო? ანუ ესე გრძნობთ თითქოს თავს. კიდევ თქვენი ენერგიები. ხო, შეიძლება იყოს ის, რომ თქვენ ცხოვრებაში შეიძლება ბევრი ადამიანი ჩაერიან, ზოგადად ადამიანებს უყვართ ჩარევები, მეგობრებო, ხო. თქვენი ენერგიები არის ბავშვურიც. აი ხო გეუბნებით, ფიქრობთ, შეიძლება მომავალზე ფიქრობთ. შეიძლება ვინმეს რომელიმე თქვენთაგანს ბავშვის გაჩენაც უნდოდეს, ახალის დაწყება უნდოდეს,
რაღაც ახალი გინდოდეთ, გქონდეთ ძალიან ბევრი ოცნებები და გეგმები მომავალთან დაკავშირებით, ხო? ძალიან ისეთი ხართ ბავშვურები ხართ, შიგნიდან, შინაგანად ხართ ბავშვურები ძალიან. ხო, თქვენში ცხოვრობს ეს პატარა ბავშვი, მაგალითად. თქვენი ენერგიები ძალიან გინდათ რომ სამართლიანობა მიზეიმოს. ზოგადად ძალიან ისეთი სამართლიანი ადამიანები მიყურებთ. კი, თქვენთან თქვენი უმეტესობა ძალიან სამართლიანები ხართ, მეგობრებო. ძალიან სამართლიანები ხართ. და ყოველთვის ფიქრობთ და ცდილობთ რომ იყვეთ ხო რა, სამართლის მხარეს იჭერთ. კიდევ თქვენი ენერგიები. ნუ აი ეხლა რა ვთქვა? აი ნახეთ ეხლა თქვენი ენერგიები. ვიღაცა ბევრ მოლაპარაკებებს აწარმოებს, ხო, ვიღაცა რაღაცას აკეთებს, კი, ვიღაცა კონფლიქტურ სიტუაციაში საუბრობდეს შეიძლება, ვიღაცა პირიქით იყოს შეიძლება. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისაც გიყვართ გაოცებები, ადამიანებზე გიყვართ საჩუქრები, აი მოულოდნელობებით სავსე ადამიანები ხართ, აი ოპტიმისტურები ხართ, აი ნებისმიერი რაღაცით შეგიძლიათ ადამიანი გააოცოთ. გააოცოთ რა მხრივ ხარ, რაღაცა ისეთი წვრილმანი რაღაცა გაუკეთოთ ადამიანს, რომ ასიამოვნოთ. ხო. თუნდაც ეს მინდვრის ყვავილები მეგობრებო. კიდე საჩუქრები გიყვართ, სხვისთვის ოღონდ, სხვისთვის. კიდევ თქვენი ენერგიები. ბევრი თქვენთაგანი ახლა შეიძლება გაურკვეველ სიტუაციაში იყრეთ. რაღაცა პრობლემა გქონდეთ. შეიძლება ეს ახლა ჩემთვის პრობლემაა, შავი ხვრელი, თითქოს რაღაცა არის. მაგრამ ხო, და მთვარეშიც იმყოფებოდეთ, შეიძლება ზოგიერთი თქვენთაგანი მეგობრებო, მაგრამ ნახეთ აქ რა ხდება. ძალიან ნელა დგამთ ნაბიჯებს, ცხოვრებისეულ ნაბიჯებს, მაგრამ მყარად ადგამთ. ნელი ნაბიჯებით გამოდიხართ. ამ შავი ხვრელიდან, ამ მთვარიდან გამოდიხართ ნელი ნაბიჯებით, მაგრამ მყარი ნაბიჯებით. კიდევ თქვენი ენერგიები. თქვენი ენერგიები. ძალიან ბევრს ფიქრობთ წარსულზე. წარსულ დაშვებულ შეცდომებზე. თქვენ ესე თვლით. წარსულში ჩადენილ რაღაც სისულელეებზე. ძალიან ბევრს ფიქრობთ გავლილ ცხოვრებაზე. ეს ბევრ თქვენთაგან ძალიან დიდ ტკივილს გაყენებთ. თუმცა მე ვხედავ აქ რომ აქ თქვენი დანაშაული არაფერში არაა. თქვენ ხართ იმაში დამნაშავეები მეგობრებო რომ საკუთარ თავს აყენებდით ყველაზე ბოლოს. ეს იყო თქვენი დანაშაული და თქვენ ამ ყველაფერს ეხლა იაზრებთ. ეხლა ხდებით. თქვენი ენერგიები, თქვენი ენერგიები. თქვენი ენერგიები მეგობრებო, ნახეთ რა არის. ახალის დაწყება, ახალის წამოწყება, სიცოცხლის გაგრძელება, ბედის ცდა, ხიმილი, ძალიან ქარიზმატულები ხართ, ძალიან ენერგიულები ხართ, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად გავლილი ჯოჯოხეთური ცხოვრებისა, მაინც ძალიან ენერგიულები ხართ. მაინც გიყვართ ეს ხალისი, ეს გაცინება. ბევრი შეიძლება თქვენთაგანი ესე იცინოდეთ. ხო, ჩაბჟირებამდე. გადაკვდომამდე შეიძლება იცინოდეთ. შეიძლება რომ იცინიხართ ესე თვალები გეხუჭებათ. ხა, ვიღაცებს ცრემლები მოგდით სიცილის დროს კიდევ. ხო, ზოგს ესე მაკიაჟით შეიძლება გაგიფუჭდეთ. ხო, ზოგმა ესეთი გაცინება იცოდეთ რომ კბილები აი ბოლომდე გიჩანდეთ. რა ვიცი მეგობრებო, ეხა. ხო. ვინც არ უნდა მიყურებდეთ. მე თუ გავიცინე, კბილები არა, ყელიც მიჩანს. ენის ბოლოც მიჩანს. ხო. მე შეიძლება სიცილიდან ჩავიკეცო და მართლა გეუბნებით მეგობრებო, აი დედას გეფიცებით. შეიძლება სასწრაფო დამჭირდეს. თუ გადავამიტე, შეიძლება სასწრაფო დამჭირდეს კი. ესეთი უცნაური ვარ. ძალიან დიდ სიყვარულს ატარებთ. თქვენი ენერგიები. თქვენ ძალიან დიდ სიყვარულს ატარებთ. მე არ ვიცი ახლა ეს ვინაა და რა არის წარსულია თუ ახალია, მაგრამ ძალიან დიდ სიყვარულს ატარებთ. ეს სიყვარული ძალიან დიდ ბედნიერებასაც გგურით, მეგობრებო. ძალიან ქარიზმატული ხართ. არ ვიცი ახლა ვისთან როგორ რეზონირდება.
ხო? ეს არის ახალის დაწყება. ეს შეიძლება იყოს ახალი ურთიერთობაც, ან შეიძლება გინდოდეთ ახალი ურთიერთობა, სადაც იქნებით ბედნიერები. ესეთ ურთიერთობაში შევალო, ამბობთ. ესე ამბობთ. მე აქ რასაც ვხედავ, ყველაფერი უნდა ვთქვა. ხო, ამიტომ ზოგს სურვილი გაქვთ, ზოგს შეიძლება უკვე გაქვთ ესეთი სიტუაცია და არავისთან არ საუბრობთ, იქ გვაჩვენა რომ არ საუბრობთ, არ გინდათ ამ თემაზე საუბარი არავისთან, ზოგადად აღარ საუბრობთ ამასთან დაკავშირებით, არავისთან. და კიდევ ერთი. ხო, მეგობრებო, დრო სითვლით. თითქოს დროში ვერ ეტევით, თუ უკვე ამის დრო მოდის, თუ შეიძლება ესეც გაფრთხილებაში თუ ჩათვლით, ამის დროა მოსული უკვე რო იფიქროთ ახალ ურთიერთობებზე, ახალი დაიწყოთ რაღაცა, ხო? გარისკოთ და დაიწყოთ. ანუ ხო იცით, ვინც არ რისკავს, არ სვამს შამპანურს, ხო? შეიძლება ესეც იყოს. ამიტომ ეხლა თქვენი პოზიცია და სიტუაცია მოირგეთ, ესეთი იყო თქვენი დახასიათება, თუმცა მე მაჩვენებს აქ კიდევ იმასაც, რომ თქვენს ირგვლივ ძალიან ბევრი ჭორები დადის. მოკლედ ეს ჭორიკან ადამიანები არ გრცილდებათ. ასე რომ ეს არც გაგიკვირდეთ, მეგობრებო, ხო იცით, არ უნდა გაგიკვირდეთ. ბევრი თქვენთაგანი შემთხვევაში ეს ჭორები მიაქვს და მოაქვს ქალბატონს, რომელსაც უყვარს წითელი პომადა, ვისთან როგორ რეზონირდება არ ვიცი. შეიძლება უყვარდეს კატასავით თვალების ამოღებვაც, არაა გამორიცხული, კონდეს ცოტა მოგრძო ცხვირი, შეიძლება კონდეს შავი თმები, მეგობრებო, და რაღაცნაირი თვალები. ნუ ვიღაცასთან შეიძლება კონდეს ცისფერი თვალებიც კი. რაღაცნაირი თვალები, არც ყავისფერი და არც შავი, რაღაცნაირი კატისფერი თვალებით. ხო, ესეთი ადამიანი, რომელიც ჭორებს ყრიდეს თქვენს ცხოვრებაში, ჭორები მიქონდეს, ამ ეს ადამიანი შეიძლება ხშირად ატარებდეს ლურჯი ფერის რაღაცას, ლურჯი ფერი უყვარდეს, მოცისფრო მოლურჯო, ესეც შეიძლება გაითვალისწინეთ. ხო, შეიძლება ატარებდეს კიდე სათვალეებსაც, არ გამოვრიცხავ. არ ვიცი ხო? თქვენ შეიძლება მიხვდეთ მე ვიზე ვსაუბრობ, ასე რომ უფრთხილდით ამ ადამიანს, საზიზღარიო. ვიღაცასთან გავარტყი უკვე. ხო, ამ ადამიანს უფრთხილდით, დიდიც გრძელი ცხვირით. იმიტომ რომ ნიღაბი უკეთია და ცხვირი უჩანს. ანუ რამხელა ნიღაბი უკეთია, მაგრამ ცხვირი მაინც უჩანს. ანუ ეს იმის მასწავებელია, რომ გრძელი ცხვირით და წითელი პომადით. მკვეთრი წითელი პომადით, მეგობრებო. და შეიძლება ამ ადამიანს კიდე უყვარდეს ძალიან სქლად ტონალური წასმაც. ვიღაცასთან ესეც იქნება. ძალიან უხეშად იღებება, უხეში მაკიაჟი უყვარდეს. ხო. და განსხვავებული ტონალურით. ტონალურს ისვამდეს შეიძლება ზოგადად ბევრს. ლენჩი. ხა, აი ხდებით ხო კატისებური ადამიანი, ცბიერი და იშმაკი, ამიტომ უფრთხილდით. მოკლედ ესეთ იყო თქვენი დახასიათება და ენერგიები. ხო, და ნახეთ, უბრალოდ შეხედეთ როგორ დავალაგე კარტები, მოგეწონათ, ხო? ხო, ვისთანაც რეზონირდება, მეგობრებო. კერათმიანი შეიძლება იყოს, კი ახლა დღეს ყველას თმები აქვს შეღებილი. ზოგთან შავი შეიძლება იყოს და ზოგთან კერა. ხო, ვიღაცასთან რომელიღაც რაღაცნაირად დაემთხვევა. ლენჩუაშვილი, კი, ანა მარია, ჩემო ლამაზო. კი ბატონო. ხო, ეხლა ქალბატონებო და ბატონებო. ქალბატონებო და მეგობრებო, ბატონებო, ჩემო დამსწრეებო. ხო. ჩემო იმედის მომცემო ადამიანებო, გადავიდეთ ახლა თქვენთვის ჩაფიქრებულ ადამიანზე. გავარკვიოთ ახლა მისი რეაქციები. რეაქცია რაღა იყო, მისი ენერგიები. ხო. მისი ენერგიები დღესდღეობით. ახლა ჩვენზე ამდენი საუბარი აღარ გვინდა, ჩვენი ამბავი ისედაც ვიცით. ეს ახლა უბრალოდ მე მაინტერესებდა თორე. კი ხო? აი ხო ხედა? ხო. დავიწყოთ მეგობრებო, ახლა თქვენ ჩაიფიქრეთ ადამიანი მორგანა, უღრმესი მადლობა. დედა მეგობრებო, არც გადამიზიარებია. დამავიწყდა. არც გადამიზიარებია. ხო.
აბა ვნახოთ ახლა თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი რა ენერგიებშია, მეგობრებო, ერთი წამით უბრალოდ მართლა ცოტას გადავაზიარებ. ვინ არის და ვინ არა? ერთი წამით, მეგობრებო. გავაგრძელებ არა, დავიწყოთ. ჩაიფიქრეთ, იმედია ადამიანი, ხო? ხო და ეხლა დავუსვით შეკითხვა თქვენთვისვე ამ ადამიანს, რა ენერგიებში ბრძანდებოდი დღესო? დავუსვით ერთი შეკითხვა, მეგობრებო. გავგზავნეთ ერთი კითხვა, ფართო მასშტაბიანი. არ ინერვიულოთ, მეგობრებო. არ ინერვიულოთ, მაგაზე. მე აქ არაფერს არ ვაკეთებ ფასიანი. ფასიანი არაფერი არ მაქვს. არც ფასიანი მაქვს და არც კითხვებზე პასუხები მაქვს, მეგობრებო. ჩემთვის მოვდივარ და ვაკეთებ ესეთ ლაივებს. მინდა და ვაკეთებ. მეგობრებო. არავიდან არაფერს არ ვითხოვ. დავიწყოთ ახლა, ჩაიფიქრეთ, ხო? იმედია და დავუსვით შეკითხვა. ფართო მასშტაბიანი შეკითხვები დავუსვით, მეგობრებო. ხო. დავიწყოთ მისი ენერგიები. ამ ადამიანს გამოგცევა უნდა, მორბის. ეს ადამიანი გიახლოვდებათ, რა ვთქვა, მაგრამ სიცილ ხარ. კი ბატონო, ანა მარია მართალი ხარ. ეს ადამიანი თქვენსკენ მოიჩქარის. და მოიჩქარის ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, რა ვთქვა, მაგრამ გიახლოვდებათ. ხო, ეს ადამიანი ფიქრობს თქვენთან მოსვლას და მოახლოებას. ბოდიში, მაგრამ კიდევ. აი ერთი. ხო. კიდევ მეგობრებო. აჰა, უყურეთ ახლა, ხედავთ ხო რაც ხდება? დაინახეთ ხო, მეგობრებო? არ ჩერდება. ხო. მისი ენერგიები. ეს ადამიანი დაეშვა მიწაზე, დაენარცხა, როგორც ჩანს, მეგობრებო. ეს ადამიანი სწავლით უგინდოდეს. ეს ადამიანი როგორც ჩანს დღეს ძალიან ბევრ მოლაპარაკებებში იყო, რესურსების ძიებაში იყო, რაღაცის ახალის დასაწყისში იყო. კი, ეს ადამიანი ფიქრობს ერთ ბედნიერ დღეზე. ერთ ბედნიერ დღეზე, რომ გაგაოცოთ. გაგაოცოთ თავისი სიყვარულით და ციხიდან გამოგცევით. აი, პატიმრობიდან, ციხიდან, რაღაციდან გამოგცევა უნდა. აი, ნახეთ, უბრალოდ შეხედეთ რა წერია კარტს. პაბეგი, გაქცევა უნდა, გამოგცევა უნდა ამ ადამიანს. აი, აპასნას ამ ადამიანს საშიშროება ელის, თვითონ ამბობს, რომ მე ვიმყოფები საშიშროებაშიო, საიდანაც გამოგცევა მინდაო. მინდა ვიყო დამოუკიდებელიო. საკუთარ თავს ძალიან ვეწინააღმდეგებიო, მეგობრებო. ნახეთ ქვემოდან რა კარტებია. ამ ადამიანს თქვენთან მოეჩქარება ბოდიში, მაგრამ აფეთქებები ცოტა აკლია და აფეთქდება. მეტეორიტი ხედავთ? მეტეორიტს ხედავთ, მეგობრებო? ხედავთ? ხო. ცოტა აკლია და აფეთქდება. ხო. მისი ენერგიები. თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ეს ადამიანი ტკივილებს იშუშებს, ხო, ჭრილობას იშუშებს, კიდევ მისი ენერგიები. თან სამართლიანად. ეს ადამიანი ბევრ ამას არ ამბობს, მეგობრებო. თავის გულის სურვილებს და წადილებს ბევრს არ ამბობს. თქვენ ბევრი რამე არ იცით. ამ ადამიანს ისეთი რაღაცები აქვს გეგმაში. თქვენ ბევრი რამე არ იცით. თუმცა ეს ადამიანი ახლა გამოცდას გადის. ამ გამოცდას როგორ ჩააბარებს, არ ვიცი, მაგრამ არ თქვაო მეუბნება. ხედავთ, ხო? არ თქვაო მეუბნება, მე მაინც გავაგრძელებ. არავის არ ეუბნება, მეგობრებო. კიდევ მისი ენერგიები.
ეს ადამიანი ხო გეუბნებით გადის გამოცდას, ეხლა სამყაროში როგორ ჩააბარებს გამოცდას. ძალიან დიდ გამოცდას გადის. სამყარო მოუწყო ამ ადამიანს ძალიან დიდი გამოცდა. ვირის ხვრელი, მეგობრებო, კიდევ. ხო, ნახეთ, ბედის ბორბალი ტრიალებს ეხლა და საინტერესოა როგორ ტრიალებს. მეგობრებო, გამიკვირდა. ხა, ბედის ბორბალი ისე დაუტრიალდა ამ ადამიანს, საცოდავი ამის დღე. საცოდავი ამის დღე, მეგობრებო, ამ ხვრელშია ჩავარდნილი სამართლიანად. ხა, თავისი ბედის ბორბალი ისეა დატრიალებული, მეგობრებო, ლოცულობს, რომ ამ ხვრელიდან ამოვიდეს. მაიმუნი, დაუბანელი, გაუპარსავი, მოუწესრიგებელი, აი არ ვიცი რა დავარქვა ამ სურათს. ხო. ძალიან რთული სიტუაცია აქვს, ძალიან დიდი ტკივილი აქვს, განგაშია კატეხილი, დისკომფორტი აქვს, მეგობრებო. ნახეთ ქვემოდან რა სურათია. მის ცხოვრებაში ძალიან ბევრი ცხვირის ჩაყოფაა. ყველა მის ცხოვრებაში ერევა. ძალიან ბევრი ადამიანი ერევა მის ცხოვრებაში, ეკუთვნის. კიდევ მისი ენერგიები. მეგობრებო, ამ ადამიანს ძინავს, ამ ადამიანს ძილი უნდა, ამ ადამიანს ნახე რაბოჩე ვრემია, ფეხზე ძინავს, მუშაობს და ფეხზე ძინავს. ხო, ფეხზე ძინავს, ცხენივით ძინავს, მეგობრებო, ძალიან დაღლილია, ძალიან დაღლილია, დაღლილი არა, გადაღლილია, გადამწვარია. კიდევ მისი ენერგიები, ხო, მისი ბრალია, ხო, თავისი ხელით გაითხარა ის შავი ხვრელი ზუსტად, სადა, აგერა, ბატონო, თავისი ხელით გაითხარა ეს ხვრელი, თავისი ხელით ხო ეცადა, ხო და აი ეხლა ესეა, ბნელ ოთახში, ესეა მეგობრებო, ხო და ესე იყურება. ამ ადამიანს რაღაცნაირი თვალები აქვს, ხო გეუბნებით? სხვანაირი ფერის თვალები აქვს. მისი ენერგიები. ძალიან ბევრს ფიქრობს წარსულზე. ძალიან ბევრს ფიქრობს ცხოვრების გაგრძელებაზე. ძალიან ბევრს ფიქრობს ბავშვებზე, ბავშვზე, შეიძლება უნდოდეს კიდევ ბავშვის გაჩენა ამ ადამიანს თქვენთან, არ ვიცი ხა ვისთან როგორ. ხო. ესე შეიძლება ესე ბავშვივით იჯდეს და ფიქრობდეს, აი მეგობრებო, ეს ამასთანაც ამოვიდა. ეს ადამიანი არის, ეხლა გეტყვით. ეს რადგან თქვენთანაც ამოვიდა და აქაც ამოვიდა, მოდი მე ასე ვიტყვი ახლა. არის ისეთი ადამიანი, რომელთანაც კონტაქტი თქვენს გაქვთ და მასაც აქვს. ეხლა სხვას ვერაფერს ვერ ვიფიქრებ თუ არა ამას, რომ ეს ამ ადამიანს გადი და შემოდი. არ ვიცი რატომ არ ისმის, მეგობრებო, არ გესმით ჩემი ხმა? მეგობრებო, ვინმეს არ ესმის ჩემი ხმა? ხო, ესე იგი გადი და შემოდი თავიდან, ხო. მეგობრებო, ნახეთ ახლა. არსებობს ადამიანი, ისეთი ადამიანი, რომელიც თქვენთან ჭორი მოაქვს, მიდის იმასთან სხვა ჭორი მიაქვს. მიაქვს და მოაქვს ჭორები. ხო. არის ისეთი ადამიანი, რომელსაც ორივესთან მიაქვს ჭორები. თქვენთანაც და მასთანაც. ანუ საერთო მეგობრებში ყავთ ვიღაცა, ვინც ამას აკეთებს. და ეს არის ქალი. ეს არის ქალი. კიდევ მისი ენერგიები. ეს ადამიანი არ გაჩვენებთ. ნახეთ ახლა უბრალოდ. ახლა მინდა გაჩვენოთ. ესაა მისი სიტუაცია. შინაგანად, შიგნიდან ესეთია. შიგნიდან არის განადგურებული, დაძინებული, მოკლული, დაკლული, განადგურებული. ესაა მისი შინაგანი მდგომარეობა, მაგრამ აი გარეგნულად ესეც ხედავთ თქვენ. ხო. ესეთია გარედან. ეს არის ამ ადამიანს აქვს გაორება
ან ორმაგ თამაშობს. ეს ადამიანი არის ორსახოვანი, მეგობრებო. ორსახოვანი. აი მისი მდგომარეობა. ამას გაჩვენებთ, მაგრამ აი ეს ორია შიგნიდან. ეს გარეგნულად. ესე რომ თქვენ არ დაინახოთ თუ როგორ კვდება. ეს უბედურია, საცოდავი. კიდევ მისი ენერგიები. რამდენიმე ბარათი. ხო, ამ ადამიანს დიდი შიში აქვს. ამ ადამიანს მარტოობის ეშინია. ამ ადამიანს სიბნელის ეშინია. ეს ადამიანი ძალიან გაურკვეველ სიტუაციაში იმყოფება, ეხლა ვერ გაურკვევი არა ხდება მისი ირგვლივ, მაგრამ ამ გაურკვევლობისაც ეშინია. მოკლედ, უბედური დღე ამის. გაურკვევლობის ეშინია ამ ადამიანს. რაღაცის გარკვევა უნდა, მაგრამ ვერაფერი ვერ ქნა, მეგობრებო. განგაშია კატეხილი. ხო, არა. ოხ, ეს ადამიანი იმყოფება ტრანსფორმაციაში. ამიტომ ვერ ხვდება ვერაფერს რა გააკეთოს. თუ კი თქვენ ვერ ხვდებით ამ ადამიანიდან ვერაფერს და ვერ გაგიგიათ ვერაფერი და აურია მისგან მონასტერმა, მეგობრებო. იცოდეთ რომ ამ ადამიანიდან ახლა ვერაფერს ვერ გაიგებთ. იმიტომ რომ ტრანსფორმაციაში იმყოფება. ხო. ეხლა ეს რაც მოვყევი აქ მე, ისი სიტუაცია, ამაზე დაჯერდით. დანარჩენი შემდეგში. თუ კი დაემთხვა თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ენერგიები ჩემო ძვირფასებო და ტიჟოლაე პალაჟენიე, როგორც ანა მარია იტყვის, გავაგრძელოთ. 2 წუთის შესვენებით ოღონდ. სული მოითქვით, მეგობრებო. ხა. სული მოვითქვათ, მეგობრებო. ვიწყებ ახლა. ეს ჩემი დასტები მოვათავსო თავის ადგილას. არა, კითხვებზე არ პასუხობ. კითხვა-პასუხები არ მაქვს, ჩემო ძვირფასებო, მაგრამ არც ფასიანი მაქვს არაფერი, ასე რომ ჩემო მეგობრებო, ტიჟოლაე პალაჟენიე, ხა, точно, აბა რა, ანა მარია. აბა რა ეგონათ ახლა. საჯარო გაშლა, კი ბატონო, საჯაროა მეგობრებო. ეხლა დღევანდელი ჩვენი ლაივის თემა არის ასეთი. რა ახალი ამბავი გაიგო თქვენმა ჩაფიქრებულმა ადამიანმა? ხო. რა შთაბეჭდილებისაა ეხლა ყველაფერთან? ჯერ გავიგოთ, რა ახალი ამბავი გაიგო თქვენმა პარტნიორმა? თუ პარტნიორი ბოდიში ჩაფიქრებულმა ადამიანმა. შეიძლება შოკის მომგვრელი ამბავი გაიგო. იქნებ სასიხარულო ამბავი გაიგო. ხო, გავარკვევთ ეხლა. გავარკვევთ ეხლავე მეგობრებო. აბა ჩვენ ეხლა რისთვის ვართ აქ? ოხ. რა ახალი ამბავი გაიგო? ხო, რა გაიგო? ამოხტა. რა ამბავი გაიგო მეგობრებო? ხო და არა დამაკმაყოფილებელ სიტუაციაში რო იმყოფება, არა სასიამოვნო ამბავი გაიგო. ამბავი გაიგო ის, რომ ხალატია და ეჭვიანობა. თვითონ ფიქრობს ასე. ხო, თვითონ ფიქრობს ასე. რა ამბავი გაიგო? რა ამბავი მეგობრებო? რა ამბავი გაიგო? გაიგო ის, რომ რაღაცა დამთავრდა. დამთავრდა მისი პესნია რო იტყვიან. ხო. მისი კონცერტები დამთავრდა. დამთავრდა ფინანსები, ჩამოემხო თავზე ყველაფერი, კოშკი აქვს. ხო, ურთიერთობა გაწყდა. გაწყვიტა ურთიერთობა, დამთავრდა სიყვარული. და რატომ დამთავრდა სიყვარული? ხედავთ ამას, რა წერია მეგობრებო? ხო, ხედავთ, რა წერია. ეჭვიანობა, ტყუილები, არასტაბილური, სვალებადი ემოციები, წინააღმდეგობები.
ხო, ნახეთ აქ რა წერია? არ ვიტყვი, უბრალოდ გაჩვენებთ. ღალატი. აბატონო. დამთავრდა კონცერტი. ჩამოემხო თავზე ყველაფერი. ხო. ჩამოემხო. რა ამბავი გაიგო? ამ ჩამომხობის მერე ამ ადამიანს უნდა რომ გამოვიდეს ამ სიტუაციიდან. ხო, გამოდის. თვითონ გამოდის. თვითონ მას უნდა გამოსვლა ამ სიტუაციიდან. ხო. ამ ადამიანს ბიზნესი აქვს შეიძლება რაღაცას მუხჩახრილი შრომობს. ხედავთ ხო მუხჩახრილი როგორაა? რაღაცას აკეთებს. ხელებით მუხჩახრილი შრომობს. კიდევ, იმიტოა დაღლილი. კიდევ მისი ენერგიები. ხო. რა ახალი ამბავი? ახალი ამბის დაწყება უნდა, აბატონო ტუსი. ერთიანების ხმალი. ხო. რა ახალი ამბავი გაიგო ამ ადამიანმა? გაიგო ის, რომ რაღაცა დასრულდა. გაიგო ის, რომ რაღაცა უნდა დაიწყოს და როგორ დაიწყოს იმას ფიქრობს. თუმცა აპირებს ამ სიტუაციიდან გამოსვლას, ახალის დაწყებას აპირებს მეგობრებო. თუმცა მოლაპარაკებებით, მაგრამ ზოგთან შეიძლება გაუგებრობით ხელჩართული ბრძოლა მოგიწიოთ შეიძლება ვინმეს მეგობრებო და ფრთხილად იყავით. ნახეთ ხო, როგორ ბრძოლობენ. რა ახალი ამბავი გაიგო? მე რას ვეკითხები და რა პასუხს მცემს? რა ახალი ამბავი გაიგო? ხო. დაცილება. ცრემლი, უბედურება. ხო, ძალიან ცუდათაა მეგობრებო. ერთს ვეკითხები და მე ვეკითხები ერთს და მის სიტუაციას მპასუხობს. ხო, თუ როგორ ჩახმალული და ჩახანჯლულია, თუ როგორი განადგურებულია, თუ როგორი დატუქსულია, თუ როგორი გაუგებრობა მოხდა. ყველაფერში. თურმე ეს ყველაფერი მისთვის არის გაუგებრობა. წარმოგიდგენიათ? ხო. ეს ადამიანი შეიძლება უძრაობაში იყოს. ეს ადამიანი შეიძლება იყოს უმოქმედობაში. აი შეიძლება უნდოდეს და ვერ მოქმედებდეს. მეგობრობის გაწყვეტა, ცვლილებები, თან ეს ყველაფერი ხდება ნელ-ნელა. ნელ-ნელა მეგობრებო. კიდევ ნახეთ ახლა რა ვთქვა. აი რა ვთქვა ახლა? ამ ადამიანმა საკუთარი თავის გასასამართლებლად და საკუთარი თავის დასაცავად, ხო, რაღაც თავისებური სიმართლის გამო, მეგობრებო, შეიძლება ყველაფერი იკადრა, ყველანაირი ხერხი გამოიყენა. მიაღწია იმას, რაც აქვს ახლა სიტუაცია. ის სირთულები, რაც აქვს ახლა მას ცხოვრებაში, ის რომ თავდაყირაა მისი ცხოვრება, ხო? ნახეთ. თავდაყირა როა მისი ცხოვრება. ხო? ეს ყველაფერი მეგობრებო, გააკეთა მან. რაც გააკეთა მიაღწია ამას. თავისი საქციელით. ხო. დაკარგა ოჯახი, დაკარგა ქონება, დაკარგა სიმდიდრე, დაკარგა ფინანსები, დაკარგა მემკვიდრეობა. ეს შეიძლება იყოს გაუმართლებელი რისკი, რაც მან გარისკა, ხო? ჩაუფლავდა რო იტყვიან. ყველაფერი დაკარგა მეგობრებო. ხვავი დაკარგა, ბარაკა დაკარგა, ცხოვრება დაკარგა, ოჯახი დაკარგა. ხო, დაკარგა. ასე ემართებათ. აბა? ხო. კიდევ. რა ახალი ამბავი გაიგო? რას ვეკითხები და რას მეუბნება მეგობრებო? რა ახალი? ანა მარია. არ გადამრიო გეხვეწები. მე არ დავწყევლი არავის, მაგრამ არც დავლოცავ. მე მაგალითად. რაც ეკუთვნოდა იგი მიიღოს, ყველამ. ხო. არც კარგს გაუკეთებ და არც ცუდს. ჩემთვის ვიქნები. საერთოდ არ ვინაყლებ. ასე. დარდი აგერ კვირაში მეგობრებო. თქვენ რო ცუდად იყავით, დარდობდა? არ დარდობდა, ხო არ დარდობდა? ხო და ახლა არც თქვენ არ იდარდოთ.
ეს ადამიანი არის ახლა ღარიბი, უღარიბესი, უღატაკესი. სულიერათაც ღარიბია, სულ დაცემულია, დანარცხებულია. აი სიმაღლიდან რო გადმოვარდები და მიწას დაენარცხები, ხო იცი და გასკდები. აი ზუსტად ისეა. ძალიან ცუდათაა. სულიერად არის განადგურებული. ამ ადამიანს არ შეხედულება უარგოდეს შეიძლება ეხლა. არ გამოირჩევა შთამბეჭდავი შეხედულებებით, მეგობრებო. ხო, ამავე დროს სულიერათაც განადგურებულია. კიდევ. რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით? რას ფიქრობს? ახალი დაწყება უნდა. მეგობრებო, გაგიკვირდებათ ეხლა რასაც ვიტყვი. ეს ადამიანი ქალის გამო კამათობს, ან ქალთან კამათობს, ან ქალის გამო კამათობს. ეს ადამიანი თქვენ გამო ქალთან კამათობს. შეიძლება ვიღაცას უხსნიდეს იმას, რომ თქვენი ურთიერთობა სხვის გამო დასრულდა, სხვის სიჩარევით დასრულდა. ნუ ვისთან რა და ვისთან რა. მაგრამ იცოდეთ, რომ თქვენ გამო ქალთან კამათობს. ან ქალთან განიხილავს თქვენს საქმეს, თქვენს ურთიერთობას, ან ქალთან კამათობს, კამათობს. თქვენ გამო კამათობს, ქალის გამო კამათობს. ნუ ქალბატონებო, თქვენ თუ მისმენთ, ეს ადამიანი თქვენ გამო კამათობს ქალთან. იგივეს ვიტყოდი მამაკაცების შემთხვევაშიც. მაგრამ მამაკაცების შემთხვევაში ცოტა არ იყოს უცხანაირი შთაბეჭდილება მჩება. თქვენ გამო ქალის გულისთვის კამათობს. ხო, აი ახლა მივხვდით ახლა. მაინც ქალის გულისთვის კამათობს. ახლა გამგები გაიგებს. ხო. რას მოიმოქმედებს? რას მოიმოქმედებს? მეგობრებო, რას მოიმოქმედებს? ხო რა, ვერაფერს. დააპირებს, მოიფიქრებს, მაგრამ ვერაფერს არ გამოუვა. არ გამოუვა ის, რომ ვიღაცას მოგიგზავნით, ან ამ ადამიანიდან გაიგებთ რაღაცა ამბავს, ან ამ ადამიანზე გაიგებთ ვიღაციდან ამბავს. ეს შეიძლება იყოს მოგზავნილი ადამიანიც, ან ვიღაც ადამიანი, ვინც თქვენთან მოვა, ან მოიტანს ამბავს. თუმცა მე ვხედავ ამ ადამიანის გულგატეხილობას, დამარცხებას. ვერაფერს ვერ გააკეთებს ეს ადამიანი, მეგობრებო, გამორიცხულია, ვერაფერს ვერ გააკეთებს. ის რაც მას უნდა, ვერ მიაღწევს იმას. არა, ორივე კარტი წასვლის. ხედავთ ხო, ერთად. არაფერი არ გამოუვა. არაფერი არ გამოუვა. არა. არაფერი არ გამოუვა. რაც არ უნდა იფიქროს ამ ადამიანმა, მას თუ ცუდს ფიქრობს რამეს, ცუდის შემთხვევაში, არაფერი არ გამოუვა. არც ცუდი გამოუვა და არც კარგი. სათავისოდ. კიდევ. მაინც მინდა დავსვა კითხვა, რასაც ვეკითხები, ჯერ პასუხი არ გაუცია, მეგობრებო. რა ახალი ამბავი გაიგო ამ ადამიანმა? მოდი ახლა სხვანაირად დავსვამ შეკითხვას, ალბათ იმიტომ არ დავსვი სწორად. რა ამბავი გაიგო ამ ადამიანმა თქვენთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია მასში გაოცება? რა არის ის ამბავი, რაც ამ ადამიანმა გაიგო თქვენთან დაკავშირებით?
რა ამბავი გაიგო? აი, სწორი შეკითხვა. სწორი შეკითხვა. ეს იყო სწორი შეკითხვა. ხო ხედავთ, როდესაც არასწორად სვამ კითხვას, მეგობრებო, და მისი სიტუაცია ამ ამბავთან დაკავშირებით, დაკლული, მოკლული, განადგურებული, ჩაკეტილი, ჩარაზული, ჩახმალული, ჩანიორწყალებული. მოგწონთ ხა? ამ ადამიანმა რა ამბავი გაიგო ეხლა? აქ წერია 2 4 6 ამ 7 კარტში ყველაფერი წერია. მეგობრებო, სწავლს გიტყვით ახლა. ხო. ამ ადამიანმა გაიგო ახალი ამბავი. ახალი ამბავი გაიგო წინასწარმეტყველებით. ეს ადამიანი, როგორც ჩანს, საჯარო გაშლებს უსმენს. ამ ადამიანმა გაიგო, რომ თქვენ ჩვეულებრივად გაანოლეთ სიტუაცია მასთან, თან სამართლიანად გაანოლეთ, მეგობრებო, ესე მინდა გაჩვენოთ. ნახეთ, თან სამართლიანად გაანოლეთ ყველაფერი, თან ამოისუნთქეთ კიდევაც, დაისვენეთ მისგან და თვითონ არის დაკლული. დატოვეთ ესეთი დაკლული. ხო, ეს ახალი ამბავი გაიგო მან, რომ თქვენ ძალიან კარგად ხართ. თქვენ გაქვთ რაღაც ახალი შანსები, ახალი იმედები, ახალი ურთიერთობები, ჩემო ბატონებო. ხო, ძველ პრობლემებს ახლებურად მიუდექით და ძალიან კარგად მოაგვარეთ თქვენი პრობლემები. თქვენ გაქვთ ახალი ნაცნობობა. აბატონო, მე არაფერს არ ვიგონებ. ხედავთ, მეგობრებო? ახალი ნაცნობობა გაქვთ, ახალი ცხოვრება გაქვთ დაწყებული, ახალი გზა გაქვთ დაწყებული, ახალი გზისკენ მიდიხართ, განოლებული, გასუფთავებული, ჩაპრიალებული, ჩაწკრიალებული და იცით როგორები ხართ, მეგობრებო? როგორ ვთქვა? თავისუფლების სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და არ დაგავიწყდეთ. სამყარო თქვენს გვერდითაა. ეს ამბავი გაიგო, რომ თქვენს პრობლემებს სულ სხვანაირად მიუდექით, თქვენ ცხოვრება გაგეხსნათ, გზები გაგეხსნათ, ახალი ურთიერთობები შემოდის, ან შემოვიდა უკვე თქვენ ცხოვრებაში, ეს ადამიანი გხედავთ ძალიან გაწონასწორებულს, ძალიან დამშვიდებულს. თქვენ აღარ გაქვთ შფოთვები, აღარ გაქვთ ღელვები, აღარ გაქვთ ნერვები აშლილები, დაგლეჯილები, დანიავებულები, მეგობრებო. ხო. და რო იტყვიან სამართალი პურჭამს. სამართალი ზეიმობს. ხო. დაისვენეთ თქვენ მისგან. თქვენ დაისვენეთ მისგან, სამაგერად თვითონა განადგურებული, დაკლული, მოკლული და ჩახარშულია და ჩანიავებულია, ჩანიორწყალებულია. ხო. შეიძლება იმყოფებოდეს პატიმრობაში, ან შინაპატიმრობაში, ჩაკეტილ სიტუაციაში. მე არ ვიცი ხა ვის რა აქვს. ძალიან ბევრი ვართ. ამიტომ ყველამ თქვენი პოზიცია მოირგოს. ხო. ეს ადამიანი ხელფეხ შეკრულია. ეს ადამიანი ვერაფერს ვერ აკეთებს, ვერ მოძრაობს. ასე გდია. ხო. კი არ ზის, გდია. გდია ესე მეგობრებო. ეს ამბავი გაიგო. თუმცა მაინც რას ამბობს იცით? არ დაგთმობ ამბობს. მეგობრებო, არ დაგანებებთ თავს, ეს იცოდეთ. ეს ადამიანი თქვენ მოსვენებას არ მოგცემთ, თუმცა მაინც ვერაფერს ვერ დაგიშავებთ. თვითონ ასე ფიქრობს, არ დაგთმობ. 2 ვადაში, 2 რიცხვში. მეგობრებო, 1 წუთი ჩამოვალაგო და გეტყვით ახლა, ქვემოდან რა კარტია, რა სურათია უნდა გაჩვენოთ. ეხლა გეტყვით მეგობრებო. ეს ადამიანი გამოჩნდება თქვენთან მოულოდნელად 2 საათში, 2 დღეში, 2 კვირაში, 2 თვეში. ეს ადამიანი გამოჩნდება თქვენთან 2 რიცხვში, 12 რიცხვში, 24 რიცხვში, 22, 24. ხო. ამ რიცხვებში. და შეიძლება კიდევაც 2 საათში. ვისთან როგორ? მოვა ესე დიდი სიყვარულით, მოვა თასებით, მოვა ემოციებით. ეს ადამიანი თქვენსკენ იხედება, ხო გეუბნებით, არ დაგთმობ ამბობს. ეს ადამიანი ამბობს, რომ ურთიერთობაზე იმუშავებ, მაგრამ ქვემოთ. ბალოტი. ესა ბალოტი.
ამ ადამიანიდან კარგს ვერაფერს ვერ უნდა ელოდეთ, თუ არა და ცუდს კი. ამ ადამიანს ყავს მტრები. ამ ადამიანს რაღაც წესრიგის დაცვა უწევს. მე არ ვიცი, მეგობრებო, აქ ნახეთ რა წერია უბრალოდ. ელოდეთ სიძნელებსა და ცვლილებებს, მოლოდინი, ფარული მტრები, დისციპლინა და წესრიგი. ამ ადამიანს უწევს რაღაცის დაცვა, ძალავნებურად, ხო. უნდა თუ არ უნდა ესეა. კი, ყავს ფარული მტრები, აქვს ცვლილებები, ცხოვრებისეული. ამიტომ ვერ გეტყვით ხა, არა მგონია რაიმე რომ შეძლოს. ყოველ შემთხვევაში თქვენ არ შეგეშინდეთ. ხო, აი როგორა ნათქვამი, ფეხები ვერ მომჭამა მტერმაო. აი ეს აქ მეგობრებო, გამორიცხულია, ამან რაიმე გააკეთოს. თუმცა უნდა მოსვლა და ურთიერთობაზე მუშაობა. თითქოს რაღაც უნდა შემოგთავაზოს ამ ადამიანმა, მეგობრებო, მაგრამ ნახეთ, მე ვფიქრობ, რომ ეს არაა სანდო. ცალი ფეხით დამბულია იქ. ეს ადამიანი ბოლომდე თქვენთან ვერ მოვა. ნახეთ, ცალი ფეხი დამბული აქვს. ეს ადამიანი რა შვება, იცი, გამოჩნდება, გაქრება. მოვა თითქოს რაღაცა შემოგთავაზებთ, აქ ვარ, დაგიძახებთ, მერე გაქრება. ხო. ამას ვერენდობით. გაუბედურებულია, ძალიან დიდ დანაკარგებშია, ძალიან დამარცხებულია. არ ვიცი, ხო გეუბნებით, მოკლული, დაკრული და განადგურებულია. შეიძლება ვიღაცა დაეღუპა, შეიძლება ვინმე გარდაეცვალა, შესაძლებელია ვინმე დაეღუპოს კიდევაც. არ ვიცი ხა, მერთმა დაიფაროს ყველა, მაგრამ ხო, რაღაც მსგავსი. კიდევ მეგობრებო, მისი შთაბეჭდილება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ხო, რა ახალი ამბავი გაიგო, გავიგეთ, დავინახეთ. კიდევ მისი შთაბეჭდილება, მისი შთაბეჭდილება, ხო, მეგობრებო, მისი შთაბეჭდილება ისა, რომ თითქოს ამ პრობლემების მოგვარება უნდა, ამ სამკუთხედებიდან გამოსვლა უნდა. შთაბეჭდილება ესაა მისი, რომ ამ ადამიანს ჩხუბის გარეშე არ შეუძლია, კამათის გარეშე არ შეუძლია. ამ ადამიანთან სულ გექნებოდათ პრობლემები, სულ გექნებოდათ დაბრკოლებები, ოჯახური კამათი, ხო. ჩხუბი და გაურკვევლობა. ეს ადამიანი, მეგობრებო, ხა გეტყვით. აი ეს ფიქრობს ახლა, ფიქრის რეჟიმი აქვს ჩართული. ეს ადამიანი, მეგობრებო, ხო? ყოველთვის გასცემდა ურთიერთობაში ეკონომიურად ყველაფერს. ეხლა რამდენად ეკონომისტია მე არ ვიცი, მაგრამ ეკონომიური სიყვარული, მოქმედება ეკონომიური, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ეკონომიურად. რაიმეს თუ დააკისრებდით, არაფერს არ აკეთებდა, არაფერს, აი ეკონომია, ეკონომისტია. გადაწყვეტილება თუ ქონდა რაიმე მისაღები, ყოველთვის გადადო. გადადო. შემოდო ბოლო თაროზე, რომელსაც ვერასოდეს ვერ მიწვდება. კიბის გარეშე. ამ კიბის მოტანა და მიყუდება ეზარება. ზარმაცი. ყურადღებას არასდროს არ გაქცევდათ. გადაწყვეტილება თუ იყო რაიმე მისაღები მნიშვნელოვანი, თქვენ კი სერძე იყო. ეხლა რაც დაკარგული აქვს, ამის დაბრუნება უნდა, მეგობრებო. თქვენ ხართ მისი დანაკარგი. ყველანაირ პრობლემას უგვარებდით თქვენ. ხო და ამის დაბრუნება უნდა ახლა. ეხლა ძალიან რთულია. შეიძლება ბევრჯერ ახერხებდა ამას, მაგრამ ამ ჯერზე უკვე რთულია. ამჯერად უკვე კატასტროფულად რთულად აქვს საქმე. თუმცა ყველანაირი ხერხის გამოყენებით. მეგობრებო, ნუ არ ვიცი ახლა მე, მაგრამ არ ვიცი ახლა როგორ დაიჯერებთ ამ ამბავს, მაგრამ ყველასთან არა. ყველასთან ვერ ვიტყვი, მაგრამ შეიძლება ზოგიერთებთან, ზოგიერთ თქვენთაგანთან ამ ადამიანმა ყველანაირი ხერხი გამოიყენოს. ყველანაირი ხერხში რას გულისხმობ? მაგია, ნეგატივი, ყველაფერი შეიძლება გამოიყენოს. ეს ჩემთან, ეს ორი სურათი ჩემთან, ეს კორუფცია, ყველანაირი ხერხის გამოყენება და ნეგატივი, მაგია. შეიძლება მაგიაც გამოიყენოს თქვენს დასაბრუნებლად. თუმცა ხო გეუბნებით, არაფერი გამოუვა, არ გამოუვა. მაგრამ
ფიქრობს თვითონ ფიქრობს ეს ხო არ გავაკეთო, ეს ბოლო პასატკა მაგისთვის, ამის გაკეთება არის ბოლო. ხო გეუბნებით. ამის დიდი იმედი აქვს, რომ ეს მაინც გამოუვა. ამაში რაღაცა ფულს გადავიხდიო ამბობს. რაღაცა წვრილმან ფულს გადავიხდიო ამბობს კი. ვიჟბი გამომევიდესო და გადავიხდიო. ღმერთო ჩემო მეგობრებო, ლენჩი. ჩემო მეგობრებო, მინდა ვკითხო ეხლა ამ ადამიანს, აი ხო გეუბნებით ძალიან დიდი სიყვარული აქვს თქვენს მიმართ, ეხლა ამბობს თვითონ ამას. ეხლა მინდა ვკითხო ტაროს. აი ეს სიყვარული, რასაც თვითონ ეხლა აქ გვაჩვენებს, თუ არის დამაჯერებელი მისგან, თუ ამბობს მართალს, თუ ეს ადამიანი სიმართლეს თუ ამბობს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ადამიანს დიდი სიყვარული გააჩნიათ თქვენთან. თუ ამბობს სიმართლეს. ეს ადამიანი მაინც გიმალავთ რაღაცას მეგობრებო. ეს ადამიანი რაღაცას მალავს. მალავს იმას, რომ კრიზისი აქვს. მალავს იმას, რომ კონფლიქტურია. ამ ადამიანს უნდა რომ ნაკლებად დაგანახოთ ეხლა მისი პრობლემები. მე ასე ვიტყოდი, კი. ამ ადამიანს არ უნდა ეხლა დაინახოთ თუ რა დღეშია თვითონ. თუ აქვს სიყვარული ნამდვილად თქვენს მიმართ. შიში აქვს, ეშინია მეგობრებო. ამ ადამიანს უნდა სტაბილურობა თქვენთან, ბალანსი უნდა თქვენთან, დაბალანსებული ურთიერთობა უნდა. ხო. მაგრამ ესე გიყვენთან, ბალანსი უნდა თქვენთან, დაბალანსებული ურთიერთობა უნდა. ხო. მაგრამ ესე გიყურეთ და შევყავთ ვინმე? ვინმე, ხო არ წერთ ვინმე, ხო არ ურეკავთ ვინმე, ხო არ დააგვიანდება. ხო არ დააგვიანდება. ფანტაზია რას უნდა ელოდოთ მისგან? მეგობრებო, რას უნდა ელოდოთ მისგან? მისგან რას უნდა ელოდოთ? ვერაფერს. მისგან რას უნდა ელოდოთ? ვერაფერს. მისგან რას უნდა ელოდოთ? მისთვის ხარ დაკარგული. ეს ხარ დაკარგული ოჯახის სრული პაკეტით. დაკარგული ხართ მისთვის. მოვა კი, თქვენ თუ გინდათ ეს ადამიანი მოვა, მეგობრებო, ეს აუცილებლად მოვა. მოვა. მოდის, არ ინერვიულოთ. თუ კი ვინმე ძალიან გინდათ ამ ადამიანის დაბრუნება, მოდის კი. პასუხია კი. მოდის, იმიტომ რომ არავინ არ ყავს. მოდის, იმიტომ რომ იმპოტენცია აქვს. მოდის, იმიტომ რომ თქვენს გარდა არავის აღარ უნდა ეს ადამიანი. ხო. მოდის კონფლიქტებით და თქვენ თუ გაწყობთ ისევ კონფლიქტით მოსვლა, მეგობრებო, მოდის. ძალიან დიდი დაფიქრება გმართებთ ამ ადამიანის მიღებაზე. ძალიან დიდი. მოდის, იმიტომ რომ სხვას არავის აღარ უნდა. მაგრამ საქმე იცით რაშია? ბევრ თქვენთაგანსაც აღარ უნდა უკვე ეს. ამაშია საქმე. თვითონ კი მოდის, მაგრამ ვის უნდა რომ მოდის? ბევრი თქვენთაგანის სიტუაციაში შეიძლება ეს ადამიანი უცხოელი იყოს. ხო. ბევრი შემთხვევაში უცხოელი იყოს, ზოგიერთების, ბევრის არ ვეტყვი, ზოგიერთებთან შეიძლება იყოს უცხოელიც, ზოგიერთებთან შეიძლება იყოს უცხოეთთან დაკავშირებული გზაც, რომელიმე თქვენთაგანი შეიძლება იმყოფებოდეთ უცხოეთში
და შეიძლება იყოს კიდევ მესამე, გაუცხოებულები ხართ უკვე ერთმანეთისთვის. უცხოები ხართ უკვე ერთმანეთისთვის. ეს ადამიანი ყოველთვის იყო, არის და ყოველთვის იქნება კონფლიქტური მეგობრებო. ის, რასაც ეს ადამიანი გპირდებათ, ეს არის მოჩვენებითი, დროებითი. ეს აქ ტყუილად არ ამოვიდა. თქვენ ბევრი რამე არ იცით, არ იცნობთ ამ ადამიანს ფაქტიურად. თურმე არ გცნობიათ. მეგობრებო, ნუ რა ვთქვა? ცუდი კავშირი. დისჰარმონია. დარჩა მარტო და იმიტომ მოდის ახლა თქვენთან. ხო გეუბნებით, ხვას არავის აღარ უნდა ეს და იმიტომ მოდის თქვენთან. თქვენ ხართ ბოლო პასატკამისი. ბოდიში ამ სიტყვისთვის. მაგრამ უნდა ვთქვა სიმართლე. ხო. ვისთვის თუ კამოპაპალა ხართ? კი ბატონო, მიიღებთ. კაგდაპაპალა და კამოპაპალა თუ ხართ. ბოდიშით ესეთი საუბრისთვის მაპატიეთ, მომიტევეთ. მე ბოდიში. ხო. თორემ მოსვლის მოდის. რას ქვია არ მოვა? არ მოვა? კი არ მოვა და გამოიქცევა მეგობრებო, მაგრამ თქვენ რა რო გამოიქცევა? საკუთარი თავი არ გეწოდებათ? მე მეწოდებით და თქვენ არ გეწოდებათ საკუთარი შეცდომები მეგობრებო. თქვენი პოზიცია ის რომ მოვა. ამ ადამიანს თუ დაიბრუნებთ, ბატონო. ესა არაჯანსაღი ურთიერთობა. მერე რა რო ცოლქმარი ხართ. მერე რა რო შვილები გყავთ. მერე რა რო. და სანგრევი დაინგრა. იმიტომ რომ აღარაა თქვენი. ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში უკვე აღარ ამ ადამიანმა უკვე თქვენ ცხოვრებაში ამოწურა თავისი ადგილი. ამაშია საქმე. არტისტი. ეს არის არტისტი, რომელიც ყოველთვის თამაშობს. აი ნახეთ. გადაწყვეტილება. დანაკარგები. არასრულყოფილება. არასრული პარტნიორიან კავშირი. ხედავთ ხო თქვენს წინ? აგერ წერია. კამათი ჩხუბი გაუგებრობა. შეიძლება რომელიმე თქვენთაგანს ამ ადამიანის წასვლით, ან ამ ადამიანიდან მოყენებული ნერვიულობით ბავშვი დაკარგეთ. იქნებ ვინმე ფეხმძიმეთ იყავით და ბავშვი დაკარგეთ. ან იქნებ რომელიმე მოიშორეთ, მაპატიეთ ახლა ხელოვნურად მოიშორეთ ბავშვი და ახლა ამ ყველაფერს ნანობდეს თვითონ. ვინ რა გააკეთეთ მეგობრებო, ვის რა დაგემართათ? მე არ ვიცი, მაგრამ ყველა სიტუაციას ვამბობ. იქნებ ბავშვის გაჩენა გინდოდათ და არქნა, არ დაგანებათ. ხო, ვის რა და ვის რა? ეგოისტი. ეს არის ერთი ეგოისტი ადამიანი, საკუთარ თავზე შეყვარებული ნარცისი, რომელმაც იცის მხოლოდ მისი თავი და მეტი არავინ. მეგობრებო, თქვენ რა გეშველებათ, მე არ ვიცი. ეს თქვენ უნდა იცოდეთ, როგორ უნდა უშველოთ თავს. როდესაც გადაწყვეტილების წინაშე დადგებით, ესა გადაწყვეტილების მიღება. ყოველთვის უნდა აირჩიოთ საკუთარი თავი. მაშინ გეშველებათ უშველებელი. ხო, იყვება არის ზალით მოსვლა, ანა მარია, რა ვიცი ხა მე. შეხედეთ ახლა. ეს ხართ თქვენ. მეგობრებო, ჩართეთ თვალი. ეს აგერ თქვენ გაქვთ თვალი. მესამე თვალი ჩართული გაქვთ.
ხო, ვის ჩართული გაქვთ და ვინებმა უნდა ჩართოთ მესამე თვალი? ხო. და უყურეთ ახლა, ჭკუაში არ მოტყუდეთ. ნახეთ? ჭკუაში მოტყუება. თქვენ ძალიან კარგად უნდა ამოიცნოთ ეს ადამიანი, რომ მოდის, რატომ მოდის. თქვენ ძალიან კარგად მიხვდებით, მეგობრებო, და ძალიან კარგად იცით, რისი მაქნისიცაა. არ გჭირდა აქ უბრალოდ დასტურზღებულოთ, წერტილ-დასმულაბას, თორე თქვენ ძალიან კარგად იცით, რისი მაქნისიცაა ეს ადამიანი. ხო. ტყუილი. დაპირებები და ტყუილი. პრობლემები. ამ ადამიანს ძალიან დიდი პრობლემა აქვს. მისი პრობლემა ნდობაა. მისი პრობლემა ტყუილებია. ის ტყუილები, რომელიც გატყუებდათ თქვენ და თვითონ ჩავარდა იმ ორმოში, რომლის სამარესაც გითხრიდათ თქვენ. თვითონაა ჩავარდნილი იმ ორმოში, მეგობრებო. თავის ტყუილების ორმოშია ჩავარდნილი. ვერ ამოდის იქიდან და ეხლა ამბობს, რომ თურმე უყარხართ. მთელი კარტი გავშალე. მოდის ვითომ პასუხისმგებლობით, მოდის ვითომ ოჯახში დასაბრუნებლად, მოდის ვითომ სიტყვის ადამიანია, სიტყვის მამაკაცი თუ სიტყვის ქალბატონი, მაგრამ ქვემოდან გინდათ გაჩვენოთ ბოლო კარტი. არასტაბილურობა. საშიში ადამიანი, ესა ეჭვით დაავადებული ადამიანი. ადამიანი, რომელიც ყოველთვის აიგნორებდა პასუხისმგებლობას, გაურბოდა პასუხისმგებლობას. და ესეთი ადამიანის დაბრუნება ვის გინდათ, მეგობრებო? გულზე დაიდებით ხელი და ისე აღიარეთ. ვის გინდათ? გინდათ ვინმეს? არ მითხრათ ეხლა, რომ დასტატყუის, არასოდეს არ ტყუის კარტი. კარტი არასდროს არ ტყუის. არც ერთი დასტა არ ტყუის. ბევრს არ ჯერავს. ვისაც არ ჯერავს, ნუ მომისმეს, მეგობრებო, არაა პრობლემა, არ მეწყინება. მე აქ არ ვარ იმისთვის, რომ ვინმეს რაიმე დავაჯერო. ასე რომ ესეთი იყო. არასოდეს არ მიაყენოთ ესეთი შეურაცხყოფა საკუთარ თავს. არასოდეს არ მიაყენოთ, მეგობრებო. არავის და არაფრის გამო. ესეთი ვარ, ისეთი ვარ, არ თქვათ. არ შეიძლება. საკუთარ თავთან თავის ესეთი მოხსენიება როგორ შეიძლება, მეგობრებო? არ შეიძლება. ამიტომ არ გააკეთოთ ეს. თქვენ რომ ესე მოიხსენიებთ საკუთარ თავს, სხვა რას იზამს? მოკლედ გადავიდეთ ახლა დიდი არეულ აბურდულ აზრებშია თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. მანც არ იცის რა უნდა, მეგობრებო. ეკითხები ერთს და პასუხს მეორეს. დაულაგებელი აზრარეული, გონებარეული ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. ალბათ ესეთი იყო თვითონაც ამ ადამიანიდან დადებით პასუხს და აი გარკვევით პასუხს, სავარაუდოდ ვერ გაიგებდით ვერასდროს, ან არ გაგიგიათ არასდროს. აზრიანი პასუხი ამ ადამიანიდან არ მიგიღიათ. ესეთი იყო დღეს და სავარაუდოდ ესეთი იყო ყოველთვის. აპატიეთ ახლა ესეთ საუბრისთვის, მაგრამ რა თქმა უნდა. კითხვაზე პასუხი არ მაქვს, ტყულა აკოპირებ. პასუხს არ გაგცემ. პასუხს არ გაგცემთ. იმიტომ, რომ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. მოდი ახლა ვკითხოთ ასტრა ბარათებს, მეგობრებო.
მისი რეაქცია იმასთან დაკავშირებით, რა ამბავიც გაიგო თქვენმა ჩაფიქრებულმა ადამიანმა. რა ამბავი გაიგოზე აღარ ვარ. მისი რეაქცია იმ ამბავთან დაკავშირებით, რა ამბავიც გაიგო. ახალის დაწყება, რაღაცის წამოწყება, რაღაცის გახსნა. მისი რეაქცია ბალზეა და ტყემას ჭამს ეს ადამიანი. ეს ადამიანი ბალზეა და ტყემას ჭამს. ამ ადამიანს ჯერ ძინავს კიდე. ნახეთ როგორაა. ხედავთ ხო? ამ ადამიანს რა აზრი უნდა მოკითხოთ მე არ ვიცი, მაგრამ ბალზეა და ტყემას ჭამს. მისი შთაბეჭდილება და რეაქცია იმ ახალ ამბავთან დაკავშირებით, რაც გაიგო თქვენთან დაკავშირებით. ამ ადამიანს გადაწყვეტილი აქვს თითქოს რაღაც შემოწირულობა გააკეთოს. თითქოს შეიძლება ფიცი დადოს ამ ადამიანმა შემოწირულობასთან დაკავშირებით, ახლა იმასთან დაკავშირებით რა შესაძლებლობაც აქვს ამ ადამიანს. იმასთან დაკავშირებით მიიღეთ ახლა ეს ამბავი. ამ ადამიანს აქვს გადაწყვეტილი რაღაც შემოწირულობა. თითქოს მსხვერპლშეწირვა, რაღაცა უნდა რომ გააკეთოს. შეიძლება იყოს ქველმოქმედი, თუ ქველმოქმედია ეს ადამიანი, ფიქრობს რომ რაღაცა დიდი თანხა, ან დიდი რაღაცა შეწიროს იმისთვის რომ თქვენ დაგიბრუნოთ ოღონდ. შესაწირი გააკეთოს. შეიძლება ესეთი რამეც გააკეთოს. ელოდეთ მისგან ესეთ ბზუ. ქვემოდან მაქვს ესეთი სურათი. ორმხრივი სიყვარულის. ამის ნიჭის რა ვთქვა მე თორე. აბატონო. ხო, ეხლა გავაგრძელებ, დავასრულებ. ამ ადამიანს ზოგადად არ აქვს იმის ნიჭი, ვერ ვიტყვი ამას ნიჭი თუ აქვს სიყვარულის მეგობრებო. ამ ადამიანს სიყვარული არ შეუძლია. არა. მე ვერ დავარქმევ ამას ამ ადამიანს აქციას იმას რომ სიყვარული შეუძლია. ამ ადამიანს არ შეუძლია ეს. უბრალოდ სურვილი აქვს შეიძლება ამის. ხო, თორემ და შეიძლება უცნებობდეს იმასაც რომ უნდა რომ თქვათ ეს არის უნიჭოთ დაბადებული ადამიანი. მოდი ესე ვიტყვი. ეს არის ადამიანი, რომელიც ზოგადად წამლავს სხვას. აი როგორც აქ ვაშლები ყრია მოწამლული. ესე. ეს ადამიანი არის კიდე ბრძანებელი, რომელსაც უკავია ხელში თითქოს და ჯადოსნური ჯოხი და ყველას შეუძლია რომ ესე დაუქნიოს და თავისი სურვილები აისრულოს, ესეთი შთაბეჭდილება მოდის. ამის ძალიან დიდი ნიჭი აქვს, რომ ესე ატრიალოს ყველა თავის ჭკუაზე. ხო, ეს ადამიანი არის დარჩენილი მარტოდ უსახლკაროდ, აი ზუსტად ესე, როგორც აქ ხატია. ამ ადამიანს არ აქვს სახლი, არ აქვს კარი, არ აქვს, არაფერი არ აქვს, გაძვალტყავებულია, მეგობრებო. და ესე მოვა თქვენთან კარებთან და მოგიკაკუნებ და გეტყვით, არ მიმიღებ? ხო. და კიდე ბოლო არის ის რომ ეს ადამიანი ამ სურათით თუ ვიმჯელებთ არის ადამიანი ეჭვით დაავადებული, რომელსაც სხვისი დამცირება უყვარს. ამ ადამიანმა მთელი თქვენი ცხოვრება გაანადგურა. ამ ადამიანმა როგორც თვითონ უბედურია დაბადების დღიდან, გაჩენის დღიდან, სამყაროზე უკმაყოფილოა, ისე წაიყვანა თავისი ცხოვრება თქვენთან მიმართებაში, გაგაუბედურათ თქვენს. ესე ვიტყვი და ეს ადამიანი არის ჩემთვის ერთადერთი ჯიუტი, ჯილეხი, ჯილანგარა, რო იტყვიან, ადამიანი, გარედან მანტია მოსხმული, შიგნიდან ერთი ცარიელი ხეპრე, ბოდიში, ეხლა ჩემი გამოთქმისთვის, მაგრამ უნდა ვთქვა. ხო? უასოზე რო აქვს ყველაფერი. ეს ადამიანი შეიძლება იყოს სასჯელ აღსრულების დეპარტამენტიდან, ძალიან მკაცრი ხასიათით გამოირჩევა. ხო გეუბნებით ამ ადამიანს უყვარს მისი დამცირება, ბატონობა უყვარს. რატომღაც და რაღაც ფორმიანთან დაკავშირებულია.
ტაქსისტი, მომღერალი, მოცეკვავე, მეყვავილე, მესაფლავე, მეფანდურე, გამომძიებელი, ანუ ხვდებით, მილიცია, პოლიცია, ექიმი, ექთანი, ბარმენი, რაღაც ფორმიანი. მეეზოვე შეიძლება იყოს, მეყვავილე შეიძლება იყოს, რაღაც ხელოსანი შეიძლება იყოს. მოკლედ ხვდებით, ხო? ფორმიანი დაკავშირებით. შეიძლება იყოს ეკლესიის მსახურიც, რადგან უკან ჩანს აქ სინაგოგა და მეჩეთი, შეიძლება იყოს უცხოელიც. თქვით, რომ უცხოეთთან დაკავშირებული რაღაც გზებით ძალიან ბევრი რაღაცა ჩამოთვალე მეგობრებო, ვიღაცასთან გამორიცხულია რაღაცა მაინც დაემთხვევა და მიხვდებით, რომ ეს თვითონ არის. და ადამიანს, რომელსაც უყვარს დამცირება სხვების. მე მგონი ეს თქვი. ისეთი წვიმაა ჩვენთან, რომ აი არ ვიცი. კოკის პირული წვიმაა ჩვენთან, მეგობრებო. ხო და ესეთი ადამიანი მოგადგებათ, მოგიკაკუნებთ კარებზე და გეტყვით. მიმიღებ, მოვედი. აი, ესე მოგიბზუილებთ, მეგობრებო, ბზბზუ. ელოდეთ კი, ვისაც სურვილი გაქვთ, მიიღებთ ამ ბედნიერებას. ოღონდ დანარჩენი ბედნიერება მე არ მომკითხოთ, თქვენი გადასაწყვეტია. ეს მოვა და თქვენ მიიღებთ და დაიბრუნებთ თუ არა, თქვენ გადაწყვეტეთ. მე ვერ გაგიწალდავთ აქედან გზას, მეგობრებო. ეს არის საჯარო ლაივი და რაც მოვა თქვენამდე მოვა, რაც არ მოვა და არ მოგეწონებათ, იმაზე არ იდარდოთ. თუმცა ეს ადამიანი დაბრუნდება და მერე თქვენ გადაწყვეტეთ, მიიღოთ თუ არა. მოსვლით მოვა კი, აუცილებლად მოვა, იმიტომ რომ მარტო ადარჩენილი და თქვენს ეკეთ გზა აღარ აქვს, მაგრამ ბოლოსაც ვიტყვით, თქვენ ხართ მისი ბოლო პასატკა. და თუ ხართ თქვენ მისი ბოლო პასატკა, შეგიძლია მიიღოთ. ხო. ყველაზე ბოლოს. იმ ბოლო თაროდან ჩამოგიღებთ, სადაც შემოგსვათ. მიუწვდომელ ადგილზე ხო შემოგსვათ. ეს მაგივრად მე ვნერვიულებ. თქვენ თუ ვერ აფასებთ საკუთარ თავს, ის აფასებს თავის თავს. იმანიცის. მისი თავის დაფასება. ნუ ეს იმათთვის, ვინც ჯერ ვერ მიხვდა და ვერ გაიაზრა საკუთარი თავის ფასი და შესაძლებლობები. თქვენ რამ ხელა, რა ძალა და ენერგია გააქვთ მისთვის. არა, ნერვიულობა ნამარია, მას ლაპარაკობ. მე მაგას ახლა ვერ ვინერვიულებ. სიტყვის მასალად ვამბობ თორე. მე ვიცი თქვენი ფასი მან არის, თქვენ არიცით თქვენი ფასი თორე. მე ვიცი თქვენი ფასი, მე აქ ყველაფერს ვხედავ, მეგობრებო. მეუბნებით. მე თუ კი მაინტერესებს ადამიანის რაღაცა დახასიათება, რამდენიმე დასტა მოვიღო საკმარისია. ჩემთვის. მე მას ვამბობ, კი, არაა პრობლემა. რა მაქვს დასამალი ახლა, როგორ ფიქრობთ თქვენ ახლა? მე ამას თქვენთვის რო ვაკეთებ. მე თუ კი ვინმე მაინტერესებს, ჩემთვის არ გავაკეთებ? ხა პირადად ჩემთვის არ ვშლი. ამას არ მოვიტყუებ, ნამდვილად არ ვშლი ჩემთვის, მაგრამ ადამიანის დახასიათება თუ მინდა, ამისთვის ვშლი კი, გავშლი კარც, ამოვიღებ რამდენიმეს და საკმარისია. კი. ამას ვაკეთებ. და არც მალავ ამას. რატომ არ უნდა გავაკეთო, ხომ არ მეტყვით? კითხვებზე პასუხი არ მაქვს, მეგობრებო. არ მაქვს კითხვებზე პასუხი. ეხლა უბრალოდ მინდა რამდენიმე დასტა ამოვიღო დროის. რა დროის ვადაში გამოჩნდება? რა დროის ვადაში დაგეხატებათ, აგეტუზებათ კარებთან, გლაზოგში რო გაიხედავთ და დაინახავთ ამ ადამიანს. რა დროის ვადაში მოხდება ეს უნდა გაგირკვიოთ უნდა მეგობრებო. დროის დასტა. რა დროის ვადაში მოხდება? ჩაიფიქრეთ ახლა. ჩაიფიქრეთ მეგობრებო.
ჩაიფიქრეთ ახლა. რა დროის ვადაში გამოჩნდება თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი თქვენს კარებთან? რა დროის ვადაში? არ ვიცი როგორ ჩანს, თუ ჩანს სამივე, იმედია ჩანს. მოდი რომ განსხვავებული გამოვიდეს, ნიჟარებს დავადებ. რომ თქვენთვის უფრო ასარჩევი იყოს, მეგობრებო. ეს იქნება პირველი თეთრი ნიჟარა, არა, ბოდიში. ეს იქნება მეორე თეთრი და ეს იქნება შავი მესამე. მეგობრებო, ჩაიფიქრეთ ახლა. დახუჭეთ თვალები. ჩაიფიქრეთ კითხვა. დაუსვით შეკითხვა თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს. გაახილეთ თვალები და რომელიც დაგიძახებთ უფრო, იმას ესე დაადეთ თითი ეკრანზე და გამოუშვით თქვენი კითხვა იქ, მეგობრებო. მე გავჩუმდები. იმედია მოასწარით. იმედია მოასწარით, მეგობრებო. აი, ჩემი ნიჟარები, ძალიან ბევრი მაქვს. იმედია ჩაიფიქრეთ და დავიწყებ პირველით. ვინც ჩაიფიქრა პირველი, აი ესეთი ზოლიანი ნიჟარა. თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი რა დროის ვადაში გამოჩნდება თქვენთან და პასუხია იანვარი. იანვარში. აპატიეთ ახლა. მე არ გამინაწყენდეთ ამ პასუხისთვის. ალბათ ასეა საჭირო. იქნებ ძალიან შორსა, იქნებ რაიმე პრობლემები გქონდეს, იქნებ არა პრობლემები აქვს, თან თავზე საყრელად აქვს პრობლემები. და მოსაგვარებელი ამბები. თქვენი სიტუაცია რო დაალაგოს ამ ადამიანმა და თქვენთან გამოჩნდეს, თუ კი თქვენ რა თქმა უნდა ამის სურვილი გაქვთ. ამას ჭირდება ეს დრო და ეს ალბათ არის იანვარი. ხო. ვინ ჩაიფიქრა მეორე თეთრი ნიჟარა. თეთრი ფერის ნიჟარა, ვინც ჩაიფიქრეთ. თქვენთვის სასურველი ადამიანი რა დროის ვადაში გადმოდგამს ნაბიჯს თქვენთან დაკავშირებით და იმას თუ არ ჩავთვლით ახლა რომ მისმა მატარებელმა ჩაიარა და არ უნდა ელოდოთ, იმიტომ რომ ეს გადაწყვიტა ალბათ სავარაუდოდ სამყარომ, მომიტევეთ ესეთი პასუხისთვის. მაგრამ ხო. თქვენ ამ ადამიანს მაინც არ უნდა ელოდოთ. ესეთია ჩემი პასუხი. დაკავდით, სავარაუდოდ უნდა დაკავდეთ თქვენი საქმიანობით და მეგობრებო, არ უნდა დაიბნეთ. თქვენი მატარებელი არ წავა არსად. ან იქნებ არ უნდა გაუშვათ თქვენი მატარებელი. იქნებ ეს არ იყო თქვენი მატარებელი და სხვა მატარებელს უნდა დაელოდოთ. ნუ დაახლოებით რო აგიხსნათ ახლა მეგობრებო. ხო რა, დღეს რაღაცა უცნაური პასუხები მომდის, ამიტომ იმედია არ გამინაწყენდებით. ეთყობა იმსახურებს თქვენი პარტნიორი დღეს ესეთ პასუხებს. ესეთია ჩემი შტაბეჭდილებაც პასუხებთან დაკავშირებით. ასე რომ ესეთი იყო თეთრი ნიჟარა, მეორე, ვინც აირჩიეთ თქვენი პასუხი. მაპატიეთ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ზოგადად არ უნდა ელოდოთ. არ უნდა ელოდოთ, მისგან ალბათ იქნებ არც არაფერს. არ ვიცი მეგობრებო, ახლა მე რაზე საუბრობ, თქვენ ძალიან მივხვდებით. უი, ჩამიქროლა ქორივითო. და მესამე, ვინც აირჩია შავი ნიჟარა, მესამე მეგობრებო. ზოგ შემთხვევაში ხა სანამ ამოვაბრუნებ, ზოგ შემთხვევაში მეგობრებო, რომ არც ერთი არ აირჩიოთ და სამივეს მოусმინოთ, ხო? ყველადან აიღებთ რაღაც შესაბამის პასუხს, სიტყვა კოდს სამივედან შეიძლება აიღოთ. ამიტომ მე როდესაც ვუსმენ სხვის გაშლებში ესეთ ვარიანტებს,
მე სამივეს ვღებულობ მადლიერებით, იმიტომ რომ სამივედან ვღებულობ სათავისოდ და ჩემთვის საჭირო ინფორმაციას, რო იცოდეთ ისე. დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია. ვინც აირჩიეთ მესამე, თქვენი პასუხი თუ რა დროის ვადაში დაბრუნდება თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი და გადმოადგამს ნაბიჯებს, ეს არის დეკემბერი. წლის ბოლოს. ეს შეიძლება იყოს ახალი წელიც, წლის ბოლოს. წლის ბოლო. დეკემბერი. მოკლედ, ჩემო მეგობრებო, ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი საჯარო ლაივი. ესეთი განსხვავებული და ესეთი ჩემთვის ყოველთვის მისაღებია თითოეული აქ მოსმენილი ინფორმაცია. მეც თქვენთან ერთად რაღაცებს ღებულობ მადლიერებით უფლიდან, იმიტომ რომ ყოველთვის ვღებულობ იმას, რაც მჭირდება და რაც ჩემს გულთან მოვა ახლოს და გონებასთან, რაც არ მოდის, მეგობრებო, ამაზე არ ინერვიულოთ, რაც თქვენი არა, იმაზე არ ინერვიულოთ. ასე რომ ესეთ იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. უღრმესი მადლობა ყველას, თითოეულ თქვენთაგანს. მადლობა იმისთვის, რომ არსებობთ. მადლობა იმისთვის, რომ ვართ ერთად. მადლობა იმისთვის, რომ კიდევ ერთი მშვიდობიანი დღე დაღამდა და ხვალინდელი ბედნიერი დღისთვის მადლობა უფალს კიდევ. მშვიდობიანი ღამე ყველას და ბედნიერი ხვალინდელი დღე. უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს. სულ დალოცვიები ყოფილიყავით, სულ ბედნიერები ყოფილიყავით. ხიმილი არასოდეს არ მოგშლოდეთ სახესე მეგობრებო. აბა დროებით და მადლობა ყველას. აი ეს უფალი და ანგელოზი ფარავდეთ.